მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, თქვენ უყურებთ არხს NRT Fishing, მე კი გიორგი გახლავართ. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ საკალმახე სილიკონებზე. საქართველოში ახალი ბრენდი, რომლის სახელწოდება გახლავთ Trixbait და მას აქვს სერია Troutmania და აწარმოებს ძალიან მაღალი ხარისხის სილიკონის სატყორებს, რომელიც გათვლილი არის კალმახის დასაჭერად. და მისი ოფიციალური წარმოადგენელი გახლავთ ონლაინ მაღაზია nrtfish.gr. წარმოდგენილი არის 5 სხვადასხვა მოდელი და ამ მოდელებში არის რამდენიმე ვერსია ფერების მიხედვით. დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ, როგორ უნდა ავაწყოთ სწორი მონტაჟი, რომელი ნემსკავი უნდა გამოვიყენოთ, რა სიმძიმე უნდა გამოვიყენოთ, იმისთვის რომ წარმატებული იყოს კალმახზე თევზაობა. აუცილებლად გამოვიწერეთ ჩემი YouTube არხი, გააქტიურეთ ზარეზღლაკი და დღევანდელი ვიდეოს დალაიქება არ დაგაუწყდეთ. პირველი მოდელი გახლავთ ძალიან პოპულარული mouse tail, იგივე თაგვი, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს 5 სხვადასხვა ფერში. სილიკონი არის არომატული, სპეციალური ზეთოვანი სითხე აქვს, რომელიც თევზს ძალიან იზიდავს. ამ შემთხვევაში ყველის არომატით, რომელიც როგორც კი გავხსენი, ეგრევე ცხვირში მეცა და ძალიან მძაფრი და თევზისთვის მიმზდველი სუნი აქვს. მეორე მოდელი გახლავთ ლოჰმატკა, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი პოპულარული მოდელი და ძალიან კარგად მუშაობს, როგორც დამდგარ წყალში, ანუ ზღვას გულისხმობ მაგალითად, იმიტომ რომ დასავლეთში მოგეხსენებათ, რომ თურქეთიდან შემოვიდა ძალიან ბევრი კალმახი, გაქცეულ კალმახს ვეძახით და აი ამ კონკრეტულ არომატულ სილიკონებზე ძალიან კარგად მოდის, ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ვარიანტები. როგორც დამდგარ წყალში, კიდევ ერთხელ ვახსენებ, ასევე მდინარეზე სათევზაოდ. მესამე მოდელი გახლავთ ლიჩი, 1.2 ინჩიანი, რომელიც არის პატარა მოცულობის სილიკონი. რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ვერსია ძალიან კარგად მუშაობს ნაკადულის კალმახზე. იქიდან გამომდინარე, რომ ნაკადულის კალმახი შეადარებით პატარა არის, ვიდრე ის გაქცეული თურქეთის კალმახს რო ვეძახით, აი ეს კონკრეტული სატყორა ძალიან მაგრად მუშაობს ნაკადულის კალმახზე. ასე რომ ვისაც გინდათ ბუნებაში სიარული და გინდათ რომ ლამაზ ბუნებაში დაიჭიროთ კალმახი, ეს სატყორა ძალიან გამოგადგებათ. მეოთხე მოდელი გახლავთ სკალი, 2.4 ინჩიანი, რომელიც არის ჭიის ფორმის, წურბელა, არ ვიცი, რაღაც ნებისმიერი ჭიას შეგვიძლია მივამსგავსოთ, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, როგორც დამდგარ წყალში, ასევე მდინარეში. მდინარეში განსაკუთრებით კარგია, იმიტომ რომ როდესაც დინება აწვება მას, ეს კუდი ლამაზად თამაშობს და თევზისთვის ძალიან მიმზიდველია. თან არ დაგვაუწყდეს, რომ აღნიშნულ ყველა სილიკონის სატყორას აქვს ყველის არომატი, ესეთი ზეთოვანი, რომელიც კიდევ უფრო მეტად იზიდავს ჩვენს კალმახებს. და მეხუთე ვერსია, რომელიც წარმოდგენილი არის ჩვენს ონლაინ მაღაზიაში nrtfish.gr-ზე და ასევე გაიყიდება სხვადასხვა სათევზაო მაღაზიებში, რომლებსაც აუცილებლად ვიდეოს ქვევით აღწერაში ნახავთ, მისამართით და ლოკაციით. ეს გახლავთ პეპერი, 1.7 ინჩიანი, რომელსაც ძალიან ლამაზი ფორმა აქვს, ჩემთვის პირადად მეც ძალიან მომწონს, მუხლხოსებური ფორმა აქვს, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან კარგად მუშაობს როგორც დამდგარ წყალში, ასევე მდინარეში. გააჩნია რა თქმა უნდა მდინარის დინებას, როგორი დინება აქვს, საშუალო დინებაზე ძალიან კარგად თამაშობს. სწრაფ დინებაში დაგჭირდება აუცილებლად სიმძიმე, რომ ჩავიყვანოთ სიღრმეში და კარგი იმიტაცია მივცეთ და აი ამ ყველაფერს როგორ გავაკეთებთ, რა მონტაჟი გვჭირდება და რომელი ნემსკავი უნდა გამოვიყენოთ, მეორე ბლოგში ნახავთ აუცილებლად. ამიტომ არ გადართოთ, აუცილებლად დარჩით ჩვენთან ერთად, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარეზღლაკი და დღევანდელი ვიდეოც დაალაიქეთ. ახლა კი ავაწყოთ მონტაჟი. პირველ რიგში გამოვიყენოთ mouse tail, გაჩვენებთ ესეთი ზეთოვანი ტიპი არის, ალბათ ხმა გესმით. აი ესეთი mouse tail, მოდით ავაწყოთ. ძალიან მარტივია, არაფერი განსაკუთრებული ამ მონტაჟს არ ჭირდება. უბრალოდ აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ თუ მაგალითად თევზაობთ შორ დისტანციაზე, ან თევზაობთ დინარეში, სადაც შედარებით სწრაფი დინება არის, სილიკონი იმდენად რბილი და იმდენად მსუბუქია, რომ აუცილებლად მოგვიწევს მისი ჩაძირვა წყალში, შესაბამისად დინებას, როდესაც მაღლა მოაქვს მონტაჟი, აუცილებელია გამოვიყენოთ სიმძიმე. ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ გამოვიყენოთ ჩებურაშკას სიმძიმე, რომელიც ძალიან კარგად ერგება ჩვენს მონტაჟს და ასევე გამოვიყენოთ ვოლფრამი. ვოლფრამი ტყვიასთან შედარებით არის უფრო ხმაურიანი ვერსია, ანუ აფსკარის დაცემისას და ზოგადად წყალში უფრო ხმაურობს და თევზისთვის მეტად მიმზიდველი არის და ასევე ერთ და იგივე წონა რომ ავიღოთ, მაგალითად 5 გრამი 5 გრამი ვოლფრამი ბევრად უფრო პატარა არის მოცულობაში, ვიდრე სტანდარტული ჩვეულებრივი ტყვია. მოდით ახლა გამოვიყენოთ 2 გრამიანი ვოლფრამი, რადგანაც მე ძირითადად 2 1 გრამიან სიმძიმეებს ვიყენებ, 2 გრამზე დიდს არ ვიყენებ ხოლმე არც მდინარეზე, აქედან გამომდინარე მაქსიმალური 2 გრამი სრულიად საკმარისი იქნება. ასევე რაც შეეხება ნემსკავებს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ღია ნემსკავები, ენიანი ნემსკავები, რადგანაც
სტანდარტულად კალმახზე, როდესაც თევზაობთ დასავლეთ საქართველოში, ეს იქნება მდინარეზე თუ ეს იქნება შავ ზღვაზე, გაქცეულ კალმას გულისხმობ, ჩვეულებრივ შეგვიძლია გამოვიყენოთ ენიანი ნემსკავი. თუ გვინდა რომ ვითევზაოთ ნაკადულის კალმახზე, აუცილებელია გამოვიყენოთ ნემსკავი, რომელსაც არ იქნება ენა. ანუ იგივე უენო ბარბლეს ნემსკავი, რადგან ჩვენი კანონი გვავალდებულებს რომ არ დავაზიანოთ თევზი. ორი ზომა შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხო, მინდა ვახსენო რომ ეს ნემსკავები არის Energy Fish-ისგან წარმოებული, რომელიც ასევე ჩვენს ონლაინ მაღაზიაში არის გაყიდვაში. გვიყენებთ მე 8 და 4 ნომერს. ნუ თავისთავად ზომის შესაბამისად თუ რომელ სილიკონს ვიყენებთ. ამოვიღოთ ამ შემთხვევაში ნემსკავის ზომა ნომერი 4. დავუტვირთ თავის სილიკონი, ანუ მხოლოდ ნემსკავით შეგიძლიათ გამოიყენოთ მაშინ, როდესაც დამდგარ წყალზე თევზაობთ, რადგანაც არ მოგვიწიოს, ესე ვთქვათ, დამძიმება და სწრაფი ჩასვლა. კალმახს ზოგადად უყვარს ნელად მოცურავე სატყუარა, აი ეს გამოიყურება ჩვენი მაუსტეილი, საკმაოდ ისეთი მიმზიდველი არის. ახლოს გაჩვენოთ, აი ესე. აი ესე. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფერები გვაქვს, მრავალფეროვანი არჩევანი არის და შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ვარიანტი აარჩიოთ. ასევე აქ გვაქვს ჩვენ მოდელის ქალი, ამ შემთხვევაში არის, ნახეთ, ესეთი შეკრული სილიკონი, კუდი აქვს დაკრული თავისივე ტანზე და აუცილებელია რომ ეს მოვაწყვიტოთ, ანუ მოვაწვით. ნახეთ, ჰოპ, მოძრება და ხდება შემდეგ ესეთი ლამაზი კუდით სილიკონი. ნახეთ. ეს წყალში ძალიან კარგად თამაშობს და თევზისთვის არის, ძალიან მაგარი მიმზიდველი. როგორი კუდი აქვს. აქაც ანალოგიურად სტანდარტული ნემსკავი, ოფსეტური ნემსკავს ფაქტობრივად არ ვიყენებთ, იმიტომ რომ ღია ნემსკავი სრულიად მისაღები არის, მარტივად გამოედება უფრო და თან როდესაც მდინარეზე თევზაობთ, მით უმეტეს ზღვაში გამოდების შესაძლებლობა ნაკლებია, ამიტომ ღია ნემსკავი მაგისთვის არის ძალიან კარგი. აი ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ. აქ არ შეგეშინდეთ და იმაზე არ ფიქრობთ, რომ აი ნემსკავი ალბათ შუატანამდეც არ არის ხო მისული, მაგრამ ეგ არ წარმოუდგენს პრობლემას, რადგანაც კალმახი ძირითადად თლიანად ყლაპავს ხოლმე სილიკონის სატყუარას. ხო, რაც შეეხება დამძიმებას, ნუ სტანდარტული ჩებურაშკა შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვი და აქაც რა თქმა უნდა არაფერი განსაკუთრებული, ვისაც გითევზავიათ ქორჭილაზე სილიკონის სატყუარით, ანალოგიური მონტაჟი არის და ანალოგიურად იწყება. ესეთი მონტაჟი გამოგვივიდა ჩებურაშკას იმძიმე, რა თქმა უნდა გადაბმული ნემსკავი და შემდეგ სილიკონის სატყუარა. აქ არის ერთი ნიუანსი, რომელსაც დამწყები მეთევზეები სამწუხაროდ არ ითვალისწინებენ ხოლმე და ძირითადად შემთხვევაში ცდებიან. ჩებურაშკას აქვს ორი მხარე, ანუ მავთული სადაც გამოდის. ერთი მსხვილი და მეორე წვრილი მხარე. გაითვალისწინეთ, რომ ნემსკავი უნდა იყოს მსხვილ, ანუ დიდ წრეში მობმული, არ შეცდეთ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად დავაწყოთ ჩვენი მონტაჟი. შემდეგი მოდელი არის ლიჩი 1.2 ინჩიანი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, ძალიან კარგად გამოიყენოთ ნაკადულის კალმახზე სათევზაოდ, რადგანაც პატარა ვერსია არის და ასევე ძალიან კარგი არის, როდესაც პასიურობს კალმახი, როდესაც პასიური არის თევზი, ცდილობს რომ შედარებით პატარა ლუკმებით მიირთვას. ესეთი ძალიან ცხიმიანი მოდელი არის, ალბათ ჩემს ხელზე ხედავთ როგორი ცხიმიანი ხელი მაქვს, პრიალებს. ეს კონკრეტული ფერი გაახლავთ, მეგობრებო, ყველი მალინით, ძალიან მაგარი ფერი არის, ალბათ ვიზუალურად ხედავთ. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ უკვე 8 ნომერი ზომის ნემსკავი, რადგანაც პატარა არის თავად სატყუარა და ნემსკავიც დაგჭირდება პატარა ზომის. თუ მდინარეზე თევზაობთ ნაკადულის კალმახზე, შეგიძლიათ დაუჭირთავად გაატაროთ საერთოდ აღნიშნული სატყუარა, რადგანაც მას თავისი სიმძიმე, რა თქმა უნდა, აქვს და ძალიან კარგი იქნება როგორც პასიურ, ასევე ზოგადად ნებისმიერი თევზაობის დროს. ნუ აქ უკვე მნიშვნელოვანი არის, რომ თუ პასიური არის თევზი, აუცილებლად გქონდეთ ისეთი ფერი, რომელიც პასიურ თევზს უფრო მოსწონს, ამ შემთხვევაში კოფი, ძალიან კარგი ფერი არის და როგორ იწყება ახლა ეს მონტაჟი, ნახეთ. ნემსკავზე წამოვაცვით ჩვენი სატყუარა და თუ დაინახეთ, არის მოხრილ მდგომარეობაში. არ გაუკეთოთ როგორც სტანდარტული ჭია, ეცადეთ რომ მოხაროთ და ესეთი მოხრილი ფორმა გქონდეს, რადგანაც წყალში ბევრად უფრო კარგი თამაში აქვს, ვიდრე აი მაგალითისთვის გვექნებოდა აი ასე გაკეთებული, როგორც სტანდარტული, როგორც აი ასე. ნუ ასეთ შემთხვევაში თავისთავად შესაძლებელია რომ აიღოს სატყუარა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა თუ მოხრილ მდგომარეობაში იქნება. შემდეგი მოდელი არის პეპერი, რომელიც არის 1.7 ინჩიანი. მოდით გავხსნათ. ნუ ესეც რა თქმა უნდა არომატი ყველის და ესეთი ცხიმი, ზეთუნანი, რაცა ინახეთ.
ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ 4 ნომერი ნემსკავი და შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე 2 ნომერი ნემსკავი, რომელიც NFT fish-ისგან არის წარმოებული. გავუკეთოთ. აქაც კარგი იქნება თუ სატყორა დარჩება მოხრილ მდგომარეობაში, აი მაგალითად ესე. ნახეთ, როგორი მისდველი არის. აი ესე გამოიყურება ჩვენი სილიკონის სატყორა. ასეთ ფორმას უფრო კარგი თამაში აქვს წყალში, ვიდრე სტანდარტულად ჭიის ფორმა იქნებოდა სიგნეში. ამიტომ ესეც გაითვალისწინეთ. მეგობრებო, იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ვიდეო თქვენთვის სასარგებლო იქნება და გამოგადგებათ მონტაჟის და სწორი სატყუარის შერჩევაში, ასე რომ კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, გააქტიუროთ ზარეზღაკი და დღევანდელი ვიდეოც დაალაიქოთ. მე კი დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, გისურვებთ წარმატებულ თევზაობას და შევხვდებით ძალიან მალე. აბა დროებით.